ვიწყებთ უძრავი ქონების პირველ სექტორულ პოდკასტს საქართველოში. რატო იზრდება ბაზარი, რას ეფუძნება ეს ზრდა და რამდენად ჯანსაღია ეს პროცესი? რომ განსაზღვროთ, რას გულისხმობთ ბაბლში, ხო? ანუ ბაბლი ასე თქვა არის ის, რომ ეს მოთხოვნა რაღაც ხელოვნურად არის გაზრდილი, ძირითადად გარიგებების ხარჯზე, ცენტრალურ უბნებში პროექტების რაოდენობა შესრულებულია, იმიტომ რომ მიწების რაოდენობა არის შესრულებული და დეველოპერები იძულებულები არიან რომ გავიდნენ ცოტა გარე უბნებშიც. ბათუმით ცალსახად საინტერესო არის და თვითონ გარიგებების რაოდენობაც, ფასების დინამიკაც ამაზე მეტყველებს. ანუ უცხოელი ინვესტორებისთვის ეს სექტორი საინტერესო არის და უფრო მეტად საინტერესოა მაგალითად ვიდრე იყო 10 წლის წინ. ირაკლი, ვერაფრით ვერ აუვლით გვერდს გეოპოლიტიკურ მოვლენებს. ამ შემთხვევაში რასაკვირველი ეფექტი ექნება და ძირითადად ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ უფრო ტურიზმის სექტორთან იქნება დიდი დარტყმა და უკვე ჩანს, რომ ჯავშნებია გაუქმებული. ხო არ დავიცადო დავაკვირდე ბაზარს, ფასები ხო არ შემცირდება, ანუ რა გველის ხვალ? ყველანაირი, ასე ვთქვათ, ანალიტიკით ჩანს, რომ ძალიან ჯანსაღი უძრავი ქონების ბაზარი აქვს საქართველოს. პოდკასტის წარმოდგენია Dreamland Oasis Chakwi. Wellness უძრავი ქონების პირველი დეველოპერი საქართველოში. პოდკასტის პარტნიორია შინლუდი. მიწის ნაკვეთები ტყის შუაგულში. ყველა კომუნიკაციით და ინფრასტრუქტურით. იდეალური ადგილი სახლის ასაშენებლად. Property Leader Spotlight. უძრავი ქონების პირველი სექტორული პოდკასტი საქართველოში. მოგესალმებით, ვიწყებთ უძრავი ქონების პირველ სექტორულ პოდკასტს საქართველოში. მე ვარ ლიკა ქარდავა, Property Georgia's დამფუძნებელი და FIAPC Georgia's თანადამფუძნებელი. Property Leader Spotlight არის Property Georgia's ახალი სექტორული პოდკასტი, რომელიც ქმნის პლატფორმას უძრავი ქონების ლიდერების, ინვესტორებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის. Property Georgia როგორც უძრავი ქონების ადგილობრივი ჰაბი, რომელიც აერთიანებს სექტორის სხვადასხვა პროფილის წამყვან კომპანიებს დაარსდა 2016 წელს. პოდკასტი გათვლილია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო აუდიტორიისთვის, რაც კიდევ უფრო ზრდის მის მნიშვნელობას და გავლენას სექტორში. ჩვენი პირველი სტუმარი დღეს სწორედ Colliers Georgia's მმართველი პარტნიორი ირაკლი კილაურიძეა. მოგესალმები ირაკლი, დიდი მადლობა რომ ხარ უძრავი ქონების პირველი პოდკასტის პირველი სტუმარი. მადლობა მოწვევისთვის. ირაკლი, დამეთანხმები და ჩვენ მაყურებელს დაგვეთანხმება, რომ უძრავი ქონების ინვესტორებისთვის ფლობელებისთვის და ზოგადად უძრავი ქონებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიან, ასე ვთქვათ, კვლევებზე წვდომა. ბაზრის ეგრეთ წოდებული ინსაიტების გაზიარება იმისთვის, რომ სწორი რაციონალური გადაწყვეტილებები მიიღონ ინვესტირებასთან დაკავშირებით. Colliers Georgia ძალიან აქტიურად უყურებს ბაზარს, აკვირდება, იკვლევს მის შედეგებს, ტენდენციებს და ახლახან გამოქვეყნებული ბაზრის კვლევის შედეგებიც სწორედ აი ამის მაგალითია. თქვენ ახლახან წარადგინეთ 2025 წლის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის კვლევის შედეგები და ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის მთავარ მიგნებებზე საუბარი და მთავარ, ასე ვთქვათ, ტენდენციებზე საუბარი და ასევე გარკვეულწილად მიმართულების მიცემა, რათა მათ სამომავლოდ სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ. იმის გათვალისწინებით, რა შედეგებიც დაიდო ამ კვლევაში ირაკლი, როგორ შეაფასებდით უძრავი ქონების სექტორს საქართველოში? ალბათ ყველაზე ხშირად დასმული კითხვა არის ის, რაც უკავშირდება ფასების თემას, ანუ რატო იზრდება ფასები, რატო იზრდება ბაზარი, რას ეფუძნება ეს ზრდა და რამდენად ჯანსაღია ეს პროცესი? ხომ არ შეინიშნება სპეკულაციური ნიშნები, ან ხომ არ ხედავთ თქვენ როგორც უძრავი ქონების გამორჩეული, ასე ვთქვათ, ლიდერი და ექსპერტი მისი გადახურების ნიშნებს და ეგრეთ წოდებული ფინანსური ბაბლის ნიშნებს. ძალიან საინტერესო იქნება ამ შეფასებების მოსმენა სწორედ თქვენგან. კი, ძალიან ხშირად მესმის ეს კითხვაც, რა ვიცი, კერძო საუბრებშიც ყველა ხედავს, რომ რამდენად გაზრდილი არის ზოგადად მიწოდება რა, განსაკუთრებით ხა თბილისში, თითქმის ყველგან მშენებლობები არის და ყველას ესმის ეს კითხვა, ფასებიც იზრდება, რასაკვირველია და ყველას ასე კითხვა, რაღაც გადახურების ელემენტები ხო არ არის და რიგით მოქალაქეებსაც კი ხო, რიგით მოქალაქეებს და ყველას და რასაკვირველია ხა ერთი შეხედვით, რომ ასე ვთქვათ, დააკვირდე ასეთი სწრაფის და ბაზარზე შეიძლება რაღაც ეჭვები გააჩინოს, თუმცა ხა დეტალურად რო შეხვალ და ანალიზს გააკეთებ, ხა ჩვენი დაკვირვებით
ბაზარი ძალიან სწრაფად გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში. ეხლა მაგალითად მიწოდების ნაწილს რო შევეხოთ, ხო? ეხლა მიწოდების ნაწილი დაახლოებით რამოდენიმე წლის წინ, 4-5 წლის წინ, საშუალო თბილისში იყო დაახლოებით 50,000 მიმდინარე მშენებლობა რა, ბინაზე არის საუბარი, 50,000 ბინა შენდებოდა ყოველთვის საშუალოდ, ყოველწლიურად და მიწოდება იყო ბაზარს რა. ეხლა დღევანდელი მდგომარეობით, ანუ 4-5 წლის მერე, ეს ციფრი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, დაახლოებით ჩვენ გვაქვს 87,000 მშენებარე ბინა დღეს უკვე თბილისში. რაც რეკორდული მაჩვენებელია. რაც ძალიან დიდი ზრდა არის ეხლა რა კი ბატონო და ეხლა ბუნებრივად ეხლა 84%-იანი ზრდა არის რა და ეხლა ეს იწვევს კითხვებს რომ რითი კმაყოფილდება ეს მიწოდება ხო? და ის ხარჯზე იზრდება ანუ რეალურად რა განაპირობებს? ანუ რეალურად ეხლა ეს მიწოდების ნაწილი ჩანს, მაგრამ ანალიზი რო გავუკეთოთ მოთხოვნის ნაწილს, ასე ვთქვათ, ჩაუღრმავდეთ რა ხდება მოთხოვნის ნაწილში, საკმაოდ მნიშვნელოვნად გაზრდილი არის ასევე ფასებიც რა. და ეს ასე მიწოდების და ფასების ასეთი სწრაფი ზრდა იწვევს ამ კითხვას, რომ მართლა ეს გადახურება, ეს ეგრეთ წოდებული ბაბლი ხო არ არის? ანუ აქაც რო განსაზღვროთ, რას გულისხმობთ ბაბლში, ხო? ანუ ბაბლი ასე ვთქვათ არის ის, რომ ეს მოთხოვნა რაღაც ხელოვნურად არის გაზრდილი, ძირითადად სპეკულატიური გარიგებების ხარჯზე. ანუ უძრავი ქონების მყიდველი არ არის მის საბოლოო მოხმარებელი, ხო? ან საბოლოო მოხმარებელს გულისხმობს ან ის, ვინც ასე ვთქვათ, ან ცხოვრობს, ან მე მას აქირავებს და ასე ვთქვათ რაღაც შემოსავალს ღებულობს. ანუ რაღაც ღირებულებას ქმნის. საინვესტიციო ყიდულობს შეიძლება ეს სეგმენტიც საინვესტიციო გააჩნია რა საინვესტიციო, ანუ მანდ ორი კატეგორია არის ერთი რომ საინვესტიციო თუ ადგინე რომ მე ეს გააქირავო და აქედან შემოსავალი მიიღო და არის მეორე რომ სპეკულატიურად ყიდულობ რაღაცას რომ გონია დღეს თუ ვიყიდი სიტყვაზე ვიძახე რაღაცას $1,000 თქვათ რამოდენიმე წელიწადში გაიზრდება და გავყიდე თქვათ $1,500 რა. აი სულტად აი ბაბლის სტრუქტურა ზოგჯერ ხდება ხოლმე მაშინ როცა ძალიან ბევრი სპეკულატიური გარიგებები არის, ანუ ბევრი ადამიანი ყიდულობს იმ იმედით რომ ფასი გაიზრდება და შემდგომ მისი გაყიდვით რაღაც მოგებას მიიღებს რა. თუმცა ახლა ანალიზს რო ვაკეთებთ ბაზრის ახლა და სტრუქტურას ამ მოთხოვნის, ასე სპეკულატიური გარიგებების წილი არის ძალიან მცირე, ანუ შეგვიძლია ასე ვთქვათ და დამაჯერებლად ვთქვათ, რომ მოთხოვნა საკმაოდ ჯანსაღი არის, მისი სტრუქტურა, მიუხედავად იმისა, ახლა ფასები საკმაოდ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ხო? ახლა დოლარში დაახლოებით 70%-ია გაზრდილი, ხო? 2021 წელს რომ შევადაროთ დღევანდელი ფასები, ხო? 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 5 წლის განმავლობაში, ახლა მაგალითად აი თბილისის შეწონილი ფასი 2021 წელს $864 იყო. დღეს $1,491 არის რა. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა არის რა. რამ გამოიწვია ეს ზრდა ირაკლი? ანუ თუ შეგვიძლია კიდევ უფრო რომ ჩავუღრმავდეთ. ხშირად ვთქვათ ერთ-ერთი არგუმენტი არის სამშენებლო მასალების და ზოგადად ფასების ზრდა, რაც ფასწარმოქმნაში მონაწილეობს. მეორეს მხრივ გაზრდილი ასე ვთქვათ მოთხოვნა რასაკვირველია. ანუ კიდევ რა ფაქტორებს დაასახელებთ? რა შეიძლება იყოს მთავარი კატალიზატორი აი ამ ფასის ესეთი ნიშნულოვანი ზრდის და აკცელერაციის? კი, ასე ვთქვათ, მშენებლობა გაძვირდა იმასთან შედარებით რაც იყო, თუმცა მაინც ფასს არ განსაზღვროს ასე ვთქვათ ეს მიწოდების ხარჯი, იმიტომ რომ თუ შესაბამისი მოთხოვნა არ ხვდება ამ მიწოდებას, ეხლა რაც უნდა გაძვირდეს მშენებლობა, არ მოხდება გარიგება, ხო? თუ ეს წყიდულობით უნარიანობა არ აქვს მოსახლეობას რა. ეხლა ფასების ანალიზი რო გავაკეთოთ, ეხლა 70% კი არის დოლარში გაზრდილი, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში ეხლა ლარში რო ასე ვთქვათ გადავიყვანოთ ეს ყველაფერი, ანუ ლარში ფასების და გამოდიერი იქიდან რომ ამ წლების განმავლობაში ლარი მყარდებოდა, ანუ ისეთი ძალიან დიდი ზრდას არ გვაძლევს რა. ეხლა მაგალითად რეალური ზრდა ლარში გამოდის მხოლოდ 22%. რაც უკვე აღარ არის ისეთი ძალიან დიდი მაჩვენებელი რა, ხო 22% ზრდა, საკუთარ მისაღები ის არის. თან აქვე უნდა დავაკვირდეთ იმას, რომ ანუ თვითონ იმ ადამიანების ვინც ყიდულობენ ამ ბინას რა, ანუ household income-ს რასაც ეძახიან, ხო, შინამეურნეობის შემოსავალს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი რა, დაახლოებით 36%-ია გაზრდილი ამ წლების განმავლობაში რა. და ეს არის ფაქტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ეს აი მარტივი ენით რო ვთქვათ, ანუ
ხალხს უფრო მეტი ფული აქვს, უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, რომ უფრო მეტი ფასი გადაიხადოს უძრავ ქონებაში. მხედველობით უნარიანობაც გაზრდილი არის იმ ადამიანების, ვისაც აქვს ინტერესი, რომ უძრავი ქონება იყიდონ. ამ შემოსავლებში თუ ფიგურირებს დიასპორის მიერ ჩარიცხული თანხები, რაც მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია ზოგადად ეკონომიკისთვისაც და უძრავი ქონების სექტორისთვისაც. კი, რასაკვირველია ხა დიასპორიდან ასე ვთქვათ, ეს უცხოური შემოდინებებში გადის ეს დიასპორიდან ჩარიცხული ფული. თუ არ ვწდები დაახლოებით ხა ძალიან დიდი ნაწილი არ არის, მაგრამ 30-40% მიემართება უძრავ ქონებაში შემოსული თანხებიდან. მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი არის რა, მაგრამ მაინც ძირითადი განსაზღვრელი მაინც არის, რომ ხალხს უფრო მეტი ფული გაუჩნდა ამ წლების განმავლობაში, რაც მისცა საშუალება, რომ უფრო მეტი ბინა ეყიდა, უფრო დიდი ბინა ეყიდა, ან უფრო ასე ვთქვათ, შეუძლიათ უფრო მაღალი ფასის გადახდა უძრავ ქონებაში რა. ანუ მოკლე ან ესე მარტივი იმით რო გითხრათ რა, რომ მოთხოვნა საკმაოდ ჯანსაღი არის, ანუ არ ჩანს რომ რაღაც ბევრი გარიგება ხდება სპეკულატიურად, ანუ ისე რომ ასე ვთქვათ გადაიყიდოს და საბოლოო მოხმარება არ მოხდეს ამ პროდუქტის. აქედან გამომდინარე, ეს ანალიზიც გვაძლევს იმის ასე ვთქვათ თქმის საშუალებას, რომ ანუ არა გვაქვს ეს რაღაც გადახურების რისკები. იყო რაღაც მომენტი დაახლოებით 1 წლის წინ რომ ბანკებს ცოტა შეეშინდათ, რომ ძალიან დიდი ასე ვთქვათ exposure იქონდათ ამ სექტორში და ცოტა გაამკაცრეს დაფინანსება. თუმცა ეხლა ბანკების დაფინანსება მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ხო, აი ამაზეც მინდოდა მეკითხა, ანუ როგორ ასტიმულირებს, ვიცით რომ იპოთეკურ დაკრედიტებას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს და ერთგვარი კატალიზატორია უძრავი ქონების გაყიდვების კუთხით და ბაზრის ზრდის კუთხით. ასევე მნიშვნელოვანია დეველოპერების დაკრედიტება, ანუ რამდენად დივერსიფიცირებულია საკრედიტო რესურსები, ვთქვათ, იგივე დეველოპერებისთვის და რამდენად შეიძლება ეს იყოს ერთგვარი სტიმული კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით, როგორ აფასებთ თქვენ აი ამ დაფინანსების მიმართულებას სექტორის ჭრილში. ანუ ეხლა დღეს დეველოპერების დაფინანსების სტრუქტურას რო შეხედო რა დაახლოებით ვთქვათ ბინებს რო ყიდიან 70% დაახლოებით მაინც მოდის შიდა განმარტებებს. ანუ 100 ბინიდან უხეშად 70 წqidიან შიდა განმარტებით. აქვს საკმარისი რესურსი ამისთვის? ხო, ეხლა ამას რო აკეთებენ, ამის უკან რადგას როგორც წესი ბანკი აფინანსებს მათ სადეველოპ პროექტებს, ანუ რეალურად ფინანსურად, ასე ვთქვათ, შეკრული პროექტი არის, ანუ მათ საკმარისი საკრედიტო რესურსი აქვს. თუნდაც ეს განმარტებების ვთქვათ, ისეთი გრაფიკით არ შემოდიოდეს, როგორც ვთქვათ, დაგეგმილი არის, მათ მაინც აქვთ რესურსები, რომ ეს მშენებლობა მიიყვანონ ბოლომდე და დაასრულონ რა. და ანუ რაღაცნაირად შეკრული ჯაჭვი არის, ერთის რომ ბანკი აფინანსებს პროექტს, მეორეს რომ ასევე აქვს ეს იპოთეკური პროდუქტი, რომელიც ფაქტობრივად თუ იმ პროექტს აფინანსებენ, მაშინ იმ პროექტში ნაყიდი უძრავ ქონებას უკვე მიიღებს ბანკი, როგორც უზრუნველყოფას და შეუძლია იპოთეკის გაცემა. თუმცა აი როგორც გითხარით, ბაზარზე მაინც აი სანამ მშენებლობა დამთავრდება, თქვა 2-3 წლის პერიოდში 70% გაყიდვების მოდის მაინც შიდა განმარტებებს. მხოლოდ 10% არის იპოთეკა და 20%-ია დაახლოებით, ასე ვთქვათ, პირდაპირ ნაღდი ანგარიშდებით ტრანზაქცია და აი ამ რეგულაციების გამკაცრების შედეგად ეროვნული ბანკის მხრიდან რეგულაციებს გულისხმობ, შეიცვალა, ვთქვათ, იპოთეკური სესხების პორტფელი შემცირებისკენ წავიდა, იგივე რა პორტფელი არ შემცირებულა, მაგრამ დიდი ალბათობით რაც გამოიწვია ამან, ის არის, რომ ნუ რეალურად ხა შიდა განმარტება დეველოპერს არ რეგულირდება. ანუ მაგიტომაც შეიძლება არის ის, რომ წილი იპოთეკური, ასე ვთქვათ, დაფინანსების საკმაოდ პატარა არის, 10% არის და ძალიან დიდი წილი მოდის 70%. ანუ ეხლა თქვენ რომ ბინას ყიდულობ დეველოპერისგან ის არ ამოწმებს ეხლა თქვენ გადახდის უნარიანობას და საიდან გაქვს შემოსავალი, როგორც ბანკი აკეთებს რა. მარტივად ხდება ზოგჯერ რაღაც ნულოვანი თანამონაწილეობითაც შეგიძლია უკვე ბინა იყიდო და რაღაც გრაფიკს იგეთებენ 2-3 წლის, თქვათ, იმას რა. მაგრამ ამ დეველოპმენტის უკან ბანკი დგას, რომელიც ამას აფინანსებს რა. აქედან გამომდინარე რაღაცნაირად შეიკრა ეს ჯაჭვი, ერთის მომხმარებლებიცაც
აქვთ შესაძლებლობა პროექტს განვადებით იხადონ. ნუ რასაკვირველია შეიძლება ბოლომდე ვერ ფარავენ ამას 2-3 წლის მერე და ხშირად ხდება ხოლმე რომ თქვა როცა მშენებლობა დასრულდება, ფიზიკური სახე მიეცემა ამ ყველაფერს, მე ამას აკეთებენ როგორც ასე თქვა ეძახიან პორტირებას ბანკში რა, ხო, აი თქვა დარჩენილი პერიოდი შეიძლება უკვე დაფარული გაქვს ბინის ღირებულების, არ ვიცი, შეიძლება 40-50% და მე უკვე ბევრად უფრო ადვილად ხდება ამ პორტფელის ან ინდივიდუალური სესხის პორტირება ბანკში. კი. და ნუ ხშირად არის ხოლმე რომ ეს დიდი დეველოპერები ასე აგროვებენ ამ პორტფელებს და მე ხდება ამ პორტფელის თქვა მიყიდვა იგივე ბანკზე ან სხვა ფინანსური ინსტიტუტზე, რომელსაც აინტერესებს როგორც ფინანსური პროდუქტი. გასაგებია. ძალიან საინტერესოა ირაკლი და თქვენ როგორც აღნიშნეთ, ანუ აი ეს სქემა, რომელიც მოიაზრებს ბანკებთან თანამშრომლობას, ერთგვარი დაზღვევის მექანიზმიც არის საბოლოო მყიდველისთვის, ხო, რომ მისი რისკები იყოს შემცირებული, ვიდრე სხვა შემთხვევაში, როდესაც დეველოპერს თქვა, ანუ აი მან ცალსახად საკუთარი კაპიტალით. კი, ანუ მან ცალსახად შეგვიძლია ვთქვა, რომ თუ პროექტს აფინანსებს ბანკი, მან მნიშვნელოვნად შემცირებულია რისკები, რომ არ დასრულდება ეს მშენებლობა, ან რაღაც ფინანსურ პრობლემებში ფინანსური პრობლემები შეექმნება დეველოპერს. თუმცა რასაკვირველია, ხა არის პროექტები, რომელიც ბანკის ფინანსირების გარეშეც ხდება, ზოგადად ეს წვრილ პატარა პროექტებს შეეხება და ნუ მან ზოგადად მაინც დეველოპერი წინასწარი გაყიდვებით აფინანსებს ფაქტიურად, ანუ თავიდან ასე ვთქვათ, უფრო ყიდულობს მიწას მამტკიცებს პროექტს და ნუ ფაქტობრივად ქაღალდიდან იწყებს გაყიდვებს, ხო? და ნუ წინასწარი გაყიდვების შემოსული ფულით მე აფინანსებს მშენებლობას. გასაგებია. ირაკლი, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გითხოთ, თბილისის ურბანულ განვითარებაზეც Colliers ძალიან აქტიურად არის ჩართული, ასე ვთქვათ, ურბანული დაგეგმარების და ვთქვათ სტრატეგიების განვითარების კუთხით, არა მხოლოდ თბილისის, არამედ რეგიონების ჭრილშიც. თუმცა ამ შემთხვევაში ჩემი კითხვა თბილისს უკავშირდება. თქვენი კვლევების მიხედვით, აი ბოლო წლებს თუ გადავხედავთ, მნიშვნელოვნად შეიცვალა სტრუქტურა განაშენიანების და ასევე ტრანზაქციებისაც, ანუ ადრე თუ იყო კონცენტრირებული ცენტრალურ უბნებში, გადაინაცვლა პერიფერიებში. სასახადარებით ესა. აი ეს აი ძალიან საინტერესო გრაფიკი გვაქვს, მე ალბათ მაყურებელს შეგვიძლია ვაჩვენოთ გამოსახულებას, რომ აი მაგალითად 2005-10 წლის წინ რო შეხედო სტრუქტურას თუ სად ვითარდებოდა გეოგრაფიულად თბილისი, ჰიტმეპი რო გააკეთო, უხეშად აი ცენტრალური უბნები არის, აი თითქმის ალბათ 80%, აი და ხოლო 10 წლის მერე უკვე დღეს 2025 წლის მდგომარეობით, აი უკვე ნახავთ რომ რამდენად გაშლილი არის ეს დეველოპმენტი რა, ანუ ეს გამოწვეულია იმითაც რომ ასაკურია ცენტრალურ უბნებში პროექტების რაოდენობა შეზღუდულია, იმიტომ რომ მიწების რაოდენობა არის შეზღუდული და დეველოპერები ხიძულებულები არიან რომ გავიდნენ ცოტა გარეუბნებშიც, ხო, დიღომი, დიდი დიღომი, გუდანი, თემქა, მე ვიცი, კრწანისი, აქეთ მოკლედ, აი ძალიან ფართოვდება არეალი თბილისის ტრანზაქციების მიხედვითაც, ხო? ანუ ტრანზაქციების მიხედვითაც, ნუ რეალურად ხა ტრანზაქციები, ხო, მიყვება მიწოდებას ამ ნაწილში რა, იმიტომ რომ ხა თუ ხა საბურთალოზე და ვაკეში აღარ არის ადგილი, ხო, მიდიხარ სხვაგან აშენებ და ყიდველსაც შეზღუდული რაოდენობა, ხო, შეიძლება არ უნდადეს ვაკეში და საბურთალოზე, მაგრამ არ კონდეს ანუ იმის შესაძლებლობა, ან ფასი არის ძალიან გაზრდილი. და ნუ უფრო ხელმისაწვდომი არის, უფრო გარეუბნები რა და აქედან გვაქვს ხა დეველოპერებიც მიყვებიან ამ იმას და უფრო გაფართოვდა, ასე ვთქვათ, არეალი დეველოპმენტის მოთხოვნას ბაზრის ასე ვთქვათ, ძალიან უკვე გეოგრაფიულადაც გაიშალა რა. გასაგებია. ირაკლი, საინტერესოა ვისაუბროთ ასევე თბილისის, ასე ვთქვათ, მყიდველების, უძრავი ქონების მყიდველების სტრუქტურაზე. და ასევე საინტერესოა ეს ყველაფერი შევადაროთ ბათუმის ბაზარს. ანუ ეს ორი ბაზარი, როგორც ესეთი რიგითი მყიდველებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის არის ცალსახად გამოკვეთილად ძალიან მიმზიდველი. ბოლო წლების განმავლობაში როგორ ვითარდებოდა ამ ორ ასე ვთქვათ დესტინაციაზე ტენდენცია ფასების კუთხით, მოთხოვნის კუთხით, იგივე უკუგების, ანუ ინვესტირების მიმზიდველობის კუთხით და რა განსხვავება მყიდველების გეოგრაფიას შორის, მათ ვთქვათ მოტივაციას შორის, რატო ყიდულობენ თბილისში და რატო ყიდულობენ ბათუმში, საჯობია ყიდვა. ეს შეკითხვა ძალიან ხშირად ისმის კერძო ინვესტორების მხრიდან. რა იქნება ამ კუთხით თქვენი ასე ვთქვათ შეფასება და ერთგვარი რჩევაც. კი. ანუ მოთხოვნის სტრუქტურას რო შევხედოთ, ასე ვთქვათ, ადგილობრივი და უცხოელი
ყიდველების, რომ ძალიან განსხვავდება ბათუმი და თბილისი. თუმცა ორივე ბაზარზე შეიმჩნევა, ასე ვთქვათ, უცხოელების წილის ზრდა. მაგალითად 5 წლის წინ თუ თბილისში ტრანზაქციების 5% მოდიოდა მხოლოდ უცხოელებზე და 95% საქართველოს მოქალაქეებზე, დღეს თბილისში უცხოელების წილი გაზრდილი არის 10%-მდე და 90% საქართველოს მოქალაქეებზე არის. თუმცა ძალიან განსხვავებული სურათი არის ბათუმში. ბათუმში თითქმის 45% არის უცხოელებზე დღეს. მაშინ როცა ხა მაგალითად ხა უცხოელების წილი ბათუმში სადღაც 22% იყო 5 წლის წინ. მაინც ერთად ქართველები ყიდულობდნენ, საქართველოს მოქალაქეები ყიდულობდნენ, მაგრამ დღეს უკვე 53% არის რა. ანუ თითქმის ორივე ბაზარზე გაორმაგებული არის წილი. ანუ ეს თითქმის საშუალებას გვაძლევს რა, ანუ უცხოელი, არა ქართველი საქართველოს მოქალაქის ინტერესი აშკარად გაზრდილი არის და მათი წილი ფაქტობრივად გაორმაგებულია ორივე ბაზარზე. თბილისში 5 იყო და გახდა 10, ბათუმში 22 იყო და გახდა 53, ხო? ფაქტობრივად გაორმაგებულია. თვითონ ფასებს რაც შეეხება, ნუ ბათუმი და თბილისი შეიძლება ითქვას, რომ თანაბარ საფასო იმაში არიან. საშუალო ფასებს რო ჩავხედოთ. ხო, აი ხა მაგალითად თბილისში დღეს თუ საშუალო ფასი 1491 არის, ბათუმში ცოტა მეტიც არის 1499, თითქმის $1500 არის რა. თუმცა განსხვავებული არის რისი ფასი? იჯარის ფასი რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს, ან უკუგების კუთხითაც რომ ზოგადად უკუგების კუთხით რა არის და ბათუმი არის უფრო ჩამოყალიბებული როგორც საინვესტიციო ბაზარი, ვიდრე თბილისი. თბილისი მაინც უფრო საცხოვრებელი და არის რასაკვირველი რაღაც წილი, რომელიც ყიდულობს იმისთვის, რომ გააქირაოს, მაგრამ მაინც ბათუმი არის როგორც ესეთი საინვესტიციო სუფთა საქმიანობის კუთხით ჩამოყალიბდა ბაზარი, რომ პატარა ინვესტიცია ქონდეს, რომელიც პოტენციალურად რაღაც შემოსავალს მოგიტანს. ასევე საინტერესოა თვითონ საშუალო ბინის ზომის განსხვავებაც. ახლა ბათუმში მაგალითად ცოტა უფრო პატარა ბინებზე არის მოთხოვნა და ძირითადად 20-დან 40 კვადრატამდე ბინებზე არის უფრო დიდი მოთხოვნა. ფაქტობრივად სადღაც 48% არის 40 კვადრატამდე ბინებზე. თითქმის ნახევარი. მაშინ როცა თითქმის ნახევარი თბილისში მოდის უკვე 60 კვადრატამდე, 40-დან 60 კვადრატამდე რა. ანუ უფრო მეტად საცხოვრებელი მიზნებისთვის. ნუ ლოგიკურიც არის, ხო? ხა თბილისში მაინც ყიდულობენ უფრო საბოლოო მოხმარებისთვის, რომ თვითონ იცხოვრონ და ბათუმში უფრო ყიდულობენ რომ გააქირა, ხო? რომ რაღაც შემოსავალი მიიღონ. რატო არის მიმზიდველი ბათუმი ირაკლი უცხოელი ინვესტორებისთვის? ნუ ალბათ პირველ რიგში რომ მაინც რო შეადარო ევროპულ და ასე ვთქვათ სხვა ალტერნატიულ საინვესტიციო შესაძლებლობას რეგიონში, მაინც ხელმისაწვდომი არის უფრო ფასის კუთხით. გარემოც ძალიან საინტერესოა, ხა ბათუმსაც რა ვიცი, ყველა ვაკვირდებით, რომ ძალიან საერთაშორისო ქალაქი გახდა რეალურად. ხა სერვისებიც, რა ვიცი, სტუმარ მასპინძლობის სექტორიც საკმაოდ განვითარდა. იგივე ველნესის მიმართულებაც ბოლო წლებში ძალიან ესე კი, ველნეს და სხვადასხვა ეს კაზინოების და ეს თამაშის ბიზნესის ძალიან უწყობს ხელს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ასე ვთქვათ დრაივერი არის რომ მოიზიდოს ეს კლიენტები, არა მარტო ინვესტორები, არამედ იმ ინვესტორების ბინაში ვინც უნდა დარჩეს ხო საბოლოოდ და იქირაოს ხო იჯარის თემებია. და ნუ ბათუმი მაგეთ გამორჩეული არის რა და აქედან გამომდინარე უფრო საინტერესოა ალბათ ინვესტორების მხრივ რომ უფრო მეტ შემოსავალს მიიღებენ და სხვადასხვა ეს ხა ბათუმში იყო ეგეთი ის რომ მაინც სეზონური ის არის, მაგრამ აი ამ კაზინოების და იმის ბიზნესმა ფაქტიურად აი თითქოს ეს შეამსუბუქა ეს წნეხი რომ მარტო ზაფხულში კი არ არის, ანუ ფაქტიურად მთელი ხო ფაქტიურად 4 სეზონში შეიძლება ყავდეს უკვე სტუმრები. რასაკვირველი ხა სხვაობები არის მაინც ხა ზაფხულში ბევრად უფრო მეტი სტუმარი არის ვიდრე სხვა სეზონზე, მაგრამ აი ეს კაზინოს და სხვა გართობის რაღაც ელემენტები ამას აბალანსებს რა. გასაგებია. თვითონ მყიდველების გეოგრაფიაზეც რო ვისაუბრებთ ირაკლი ბოლო წლებში, ანუ რომელი ქვეყნებიდან შეინიშნება მზარდი ინტერესი? კი. აი მანდაც განსხვავებულია თბილისი და ბათუმი, ახლა მაგალითად თბილისში ყველაზე მეტად აქტიურობენ ისრაელის და რუსეთის მოქალაქეები, ანუ ეს ორი ძალიან გამოყოფილი ეს თუ ჯგუფი არის. თუმცა ბათუმში ყველაზე უფრო აქტიურობენ აქაც რუსები, უკრაინელები, ისრაელი, თურქეთი და ბელარუსები. და ხა თანმიმდევრობასაც გეუბნებით, მათი ასე ვთქვათ წილის ასე თანმიმდევრულად არის. ანუ უფრო მრავალფეროვანი არის ბათუმი და ნუ თბილისში უფრო ისრაელი და რუსეთი ასე ვთქვათ გამოირჩევა. იმ უცხოელების წილში, რასაც ვილაპარაკეთ. Podcast is presented by Dreamland Oasis Chakri.
the first wellness real estate developer in Georgia. რადგან ჩვენს ნაწილობრივ ბათუმზეც ვისაუბრეთ და ბათუმი არის საკურორტო ზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, კონტრიბუტორი და დინამიური, ასე ვთქვათ, არეალია უძრავი ქონებისთვის და ტურიზმისთვის. თუ შეგვიძლია ირაკლი, რომ ასევე ვისაუბროთ კონკრეტულად საკურორტო უძრავ ქონებაზე. ეს იქნება სამთო-სათხილამურო თუ საზღვაო, ვთქვათ, კურორტები, იგივე wellness კურორტები და ასე შემდეგ. როგორ ვითარდება ეს არეალები, რამდენად მზარდია მოთხოვნა და ვთქვათ, რამდენად მიმზიდველი შეიძლება იყოს საბოლოო ყიდველებისთვის ან ინვესტორებისთვის კონკრეტულად ამ გეოგრაფიულ არეალებში ინვესტირება. ბათუმი ცალსახად, ახლა საინტერესო არის და თვითონ გარიგებების რაოდენობაც, ფასების დინამიკაც ამაზე მეტყველებს. რაც შეეხება მთის კურორტებს, ანუ ჩვენ ახლა ვაკვირდებით ბაკურიანს და გუდაურს. ახლა ამ ორ ბაზარს რო ვაკვირდებით, მან დიდ ცვლილებას ვერ ხედავთ. ანუ ფასების დიდად არ არის გაზრდილი, მერტა ბაკურიანში 1%-ია, გუდაურში 4%. მიწოდება? და მიწოდებაც საკმაოდ ლიმიტირებულია. ეგ შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ახალი პროექტები და ასე ვთქვათ, მათი შეთანხმებები, ასე ნუ ხა ბაკურიანშიც რა ვიცი, უკვე ალბათ აღარ არის სხვა ადგილი, სადაც შეიძლება განავითარო რაღაც, ხო? ანუ შეიძლება ამითაც გამოწვეული იყოს, თითქოს მიწოდების ნაწილი უფრო დასტაბილურდა და ამანაც გამოიწვია, რომ ეს მოთხოვნაც დიდად არ მიყვება რა. ანუ გაჩერდა, ანუ ფასების დაც დიდად არ შეიმჩნევა, ისე როგორც ხა ბათუმში და თბილისში გვაქვს. გასაგებია. თუმცა აი ტურიზმთან როგორ კორელაციაში ეს ყველაფერი, ვთქვათ, იგივე გაქირავებების თემასთან, იმიტომ რომ ბევრმა უკვე იყიდა ხო უძრავი ქონება იგივე ამ კურორტებზე და ანუ იჯარების თემა წესით განსაკუთრებით ნუ სეზონზე ხა მთელი წლის განმავლობაში არა, მაგრამ მაღალ სეზონზე საკმაოდ კარგი დატვირთულობა აქვთ. ის რა არის ძალიან რთული, ხა სუსტად ვერ გეტყვით რა უკუგებას ნახულობს ინვესტორი მთის კურორტების იმაზე, მაგრამ ნუ ცალსახად ძალიან მაღალი სეზონურობით გამოირჩევა, თან ხა ამ სეზონზე ძალიან დიდად დამოკიდებულია კიდე ამინძზე და როგორი ის გვექნება, ხო? თოვლი იქნება, არ იქნება და ნუ მოკლედ ბევრ ფაქტორზე დამოკიდებულია. ბევრად უფრო მაღალი რისკის მქონე ინვესტიცია ხა საკურორტო ზონებში, იმიტომ რომ დამოკიდებული ხარ არა მარტო ბაზრის და იმის იმაზე, არამედ ბუნებრივ სხვა ფაქტორები. ანუ მე თუ მაგ ალტერნატივა სიტყვაზე ბაკურიანის, გუდაურის და ბათუმის სასახად ბათუმი ჩანს რომ უფრო საინტერესო არის, იმიტომ რომ სეზონურობაზე დამოკიდებულია, მაგრამ ნაკლებად ვიდრე სხვა კურორტები. თუ თბილისი. ხო, აი უკვე ეს არის რა, პრეფერენციაც არის, ახლა ფასების დინამიკა, მოდი ასე ვთქვათ, თითქმის ერთნაირია ბათუმსა და თბილისში. ალბათ უფრო ვიცი, უფრო საკურორტო მიმართულებით ფიქრობს ინვესტიციებს უფრო ბათუმი და ვინც უფრო აი უფრო ბიზნესი, უფრო საცხოვრებელი, ისეთი გაქირავების მიზნით, გრძელვადიანი გაქირავების მიზნით ალბათ უფრო თბილისი ხა. ყველა ინვესტორს თავისი პრეფერენცია აქვს, ხო? ვიღაცას ურჩევნია რომ მოკლევადიანად აქირავს უფრო მაღალ ფასად, ვიღაცას ურჩევნია ცოტა უფრო დაბალ ფასად და გრძელვადიან შემოსავალზე. იყოს ძალიან ბევრი მართველი კომპანიებიც გაჩნდა, რომლებიც ამ ყველა აქტივებს, ამ ბინებს მართავენ უკვე. უფრო მეტად აჭარაში, ხო, ბათუმში. აჭარაში და თბილისშიც არის ფოტოშოუს, ხა დიდი ნაწილი არ არის, მაინც რასაკურველი ხა აჭარა. ბევრად, რა ვიცი, თითქმის 4-ჯერ უფრო დიდი ბაზარია ამ ხრივ, ვიდრე თბილისი, მაგრამ თბილისშიც არის ეს ეგეთი კომპანიებიც უკვე გაჩნდა და ეგეთი სერვისებიც არის ინვესტორებისთვის, რომ თუ გაქვს ბინა, რომელიც ნაყიდი გაქვს საინვესტიციოდ, მარტო შეაძლევ ისინი თავის პროცენტს იღებენ და სრულად ასე ვთქვათ მართავენ, ხო? აი ამ მართავენ ხა ვისაც აქვს ბინა, ყველა მეცის რამდენად თავის ტკივილი ხა ყოველ სტუმრის შეშობა გამოშვებაზე და თუ სხვა ქალაქში ხო თბილისში ცხოვრობ და ბათუმში გაქვს ან საერთაშორისო ძალიან საინტერესო ისაა. ხშირად დეველოპერების თავაზობენ უფრო ბათუმში ამ სერვისს, რომ მათ ინვესტორებს, მათ მოხმარებლებს უკვე მართავენ მათ აქტივებს მათთვის და შემოსავლიდან გარკვეულ პროცენტს მიტოვებენ და გარკვეულ დიდეს ნაწილს აძლევენ მათ. გასაგებია, ძალიან საინტერესოა ირაკლი და ესე დასკვნის სახით შეგვიძლია რომ ვთქვათ, რომ უცხოელი, ასე ვთქვათ, კერძო ინვესტორებისთვის საქართველოს საინტერესოა სხვა ევროპულ თუ აზიურ ბაზრებთან შედარებით, ვინაიდან ბაზარი სწრაფად იზრდება, ფასების ზრდის დინამიკა შესაბამისად მოლოდინი აქვთ, რომ უძრავი ქონება კიდევ უფრო გაძვირდება
ვთქვათ, იგივე ევროპულ ქვეყნებში, იგივე ესპანეთში ან სხვა ესეთ ქვეყნებში მეტაკლებად დასტაბილურებულია, ხო? უძრავი ქონების ფასები და იქ მოგების მოლოდინი. მიღებისისა და მაინც შორს ორჯერ კიდე ფასებთან ულებიც. ნუ ხარ ასე ამოვარდნილი მაგალითები ყოველთვის არის, მაგრამ ესე გლობალურად რო შეადარო თქვათ საკურორტო ევროპულ ქალაქებს და ასე ვთქვათ საკურორტო ქართულ ბათუმს და ასე ვთქვათ ზღვისპირეთს ძალიან დიდი განსხვავებაა ფასებში. ჩვენ რადგან ასე ვთქვათ კარგად მიმოვიხილეთ მყიდველების გეოგრაფია, რაღაცა უფრო დიდ სურათში რო შევხედოთ ინვესტიციების თემას ქვეყნის ჭრილში. კოლიერს ძალიან საინტერესო შეფასება და აქვს ანალიტიკა გაკეთებული სამშენებლო და უძრავი ქონების სფეროში უცხოური პირდაპირ ინვესტიციების დინამიკის. და აი ამ კუთხით რა ასე ვთქვათ შეფასებები შეგიძლიათ რომ გააკეთოთ ირაკლი ფაქტიურად 2016 წლიდან 2025 წლის ჩათვლით არის ეს ტენდენცია ჩვენ ფაქტიურად 10 წელის ამოცული. ნუ აი პირდაპირ ხა ციფრებით რო ვისაუბროთ, ხო? დაახლოებით ეს FDI-ს რასაც ახენ პირდაპირ უცხოური ინვესტიციები 2016-დან 2025-მდე ფაქტიურად არ არის გაზრდილი, 1.7 მილიარდი უხეშად და 2025-ში უხეშად 1.7 მილიარდი იყო. თუმცა უძრავი ქონების მშენებლობის წილი არის გაზრდილი, ხა მაგალითად 2016-ში იყო ჯამში 12%. და ახლა არის 17%. ნუ ეს იმაზე ნიშნავს, რომ თვითონ ეს სექტორი, როგორც ასე ვთქვათ, ეკონომიკის შემადგენელი, ბევრად უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე სხვა სექტორები ამ კუთხით, უცხოური ინვესტიციის კუთხით, რაც იმას მიანიშნავს, რომ უცხოური ინვესტორებისთვის ეს სექტორი საინტერესო არის და უფრო მეტად საინტერესოა მაგალითად ვიდრე იყო 10 წლის წინ. ნუ ეს ტენდენცია აშკარად ჩანს, რასაკვირველია ხა გამონაკლისებზე ჩავარდნები იყო. უძრავი ქონების წილი უფრო მაღალია ვიდრე რაღაც ჩავარდნები არის ხა კოვიდის დროს ფაქტიურად რა ვიცი. თუმცა კოვიდის შემდეგ მნიშვნელოვნად ხო გაზრდილია. კომპენსირება გააკეთა ბაზარმა, ხა 2020-ში 600 მილიონამდე იყო ჩამოსული, თუმცა ხა 21-ში დაიწყო გამოსწორება და 22-ში რეკორდული 2.2 მილიარდი ჰქონდა. ფაქტიურად რეკორდული კომპენსაცია გააკეთა თითქოს. მე 1.9, ნუ მე დაიკლო და თითქოს დასტაბილურდა 1.7-ზე რა. მაგრამ წილი უძრავი ქონების მშენებლობის გაზრდილი არის ცალსახად, ადრე თუ იყო 12%, ხა არის 17%. ნუ ის იმაზე მიუთითებს, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის საინტერესო ბაზარი, საინტერესო სექტორი არის. საქართველოს ეკონომიკაში ცალსახად რა. ეხლა საიდან რა არის დომინანტი ქვეყნები? ნუ ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი და რუსეთი. ეს შეიძლება დაიყოს. საინტერესო ამერიკის შეერთებული შტატები. სამშენებლო სექტორში თურქეთი და ესტონეთი. მაგრამ რა ეს ამ ქვეყნების ასე თქვა არ ნიშნავს რომ მაინდა ის ფული იმ ქვეყნიდან მოდის რა თქმა უნდა ხშირად ამ ფონდების სტრუქტურა ისე არის დალაგებული რომ შეიძლება ხა რა ვიცი დივერსიფიცირებული სხვა ქვეყნის ინვესტორს კონდეს თავისი ფული სადღაც ბრიტანეთში ან ამერიკაში ფონდებში და მე იქიდან მოდიოდეს ეს ფული ანუ რეალური წყაროს დადგენა ცოტა ხო იმიან გლობალური საინვესტიციო ბაზარი მთელ სოფლიოში რომ შეიძლება ოფიციალურად ჩანდეს რომ რაღაც ბრიტანეთიდან მოდის მაგრამ ნიშნავს საერთოდ ბრიტანული ფული არის ეს ხა მაგის დადგენა მაგის ტრეკინგი თითქოს შეუძლებელი არის მაგრამ ალბათ ზოგადად ისე უნდა შევხედოთ გლობალურად რომ რა ტენდენციები არის იზრდება თუ არა ეს პირდაპირ ინვესტიციები ამ სექტორში და ცალსახად იზრდება იმის მიუხედავად რომ მთლიანი FDI იზრდება უძრავი ქონებაზე სამშენებლოს წილი არის გაზრდილი ხო? არის მზარდი რაც ნიშნავს რომ ეს სექტორი მიმზიდველი არის უცხოელი ინვესტორებისთვის ირაკლი ვერაფრით ვერ აუვლით გვერდს გეოპოლიტიკურ მოვლენებს რაც ყოველთვის ძალიან მტკივნეულია და იმედი მაქვს რომ მალე მოგვარდება რომ ვისაუბროთ ირანის ომის გავლენებზე საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე იგივე საცხოვრებელი უძრავი ქონების ჭრილში ჰოსპიტალიტი უძრავი ქონების ჭრილში და თუ შეგიძლია რომ გაგვიზია რომ სცენარები ანუ რას
სცენარებს ხედავ შენ როგორც Colliers-ის მართველი პარტნიორი და თქვენი გუნდი რა სცენარებს განიხილავს და თუ უკვე იგრძნობა შოკური ეფექტები ვთქვათ და რომელ კონკრეტულად თქვენ სექტორზე უძრავი ქონების პირილში. ნუ აქ ალბათ ჩვენც ხე გამორჩეულები არ ვიქნებით ორ ძირითად სცენარს ასე ვთქვათ ვიხილავთ. ერთი სცენარი ეს რომ ეს რაღაც უფრო მოკლევადიანი კონფლიქტია რომლის ლოკალიზება მოხდება. აქ საუბარი ალბათ თვეზე რამოდენიმე თვეზე მაქსიმუმ რომ ეს არ გადაიზარდოს რაღაც გლობალურ და ესეთ უფრო ფართომასშტაბიან კონფლიქტში. და ნუ ამ შემთხვევაში რასაკვირველი ეფექტი ექნება და ძირითადად ჩვენ მაინც ვფიქრობთ რომ უფრო ტურიზმის სექტორთან იქნება დიდი დარტყმა და უკვე ჩანს რომ ჯავშნებია გაუქმებული ბევრ ადგილას და ეს მოკლევადიანი ფრენები არის ფრენები თუ არ არის ნუ როგორ ჩამოახო ტურისტი შესაბამისად პირდაპირ სასტუმროების სტუმართ მასპინძლობის სექტორს ეს ყველაფერი აისახა იჯარებზე სავარაუდოდ მოკლევადიან იჯარებზე უფრო ესე ტურისტულ და სასტუმროების და ეს ბინის გაქირავების ეს Airbnb სტილში გაქირავების იმებზე რასაკვირველია უკვე არის ასახული. თუმცა ჩვენ გვახსოვს რომ ეხლა მაგალითად აი ბოლო დროინდელი კრიზისი რო გავიხსენოთ ხო კოვიდის დროინდელი კრიზისი. ხო პარალელურად ადგენა მოხდა ამ ბაზრის კი რაღაც რო დაჭირდა თუმცა მაინც მისი ჯანსაღი სტრუქტურიდან გამომდინარე აღდგა ბაზარი რამოდენიმე წელი დაჭირდა რომ დაუბრუნებულიყავით იმას მაგრამ ნუ ეხლა კოვიდი რა იყო ესე კოვიდი იყო ძალიან გლობალური რაღაცა ნუ აი ყველაფერი დაიკეტა მთელი მსოფლიო გაჭირდა რა ეხლა ეს ჯერჯერობით უფრო რეგიონალური პრობლემა არის ხო და ალბათ უნდა შევხედოთ ნუ იმ ქვეყნებიდან რომლებიც პირდაპირ გავლენის ქვეშ არიან ამ კონფლიქტით რა წილი აქვთ ასე ვთქვათ ჩვენთან ტურიზმში ხო ეხლა აი ბოლოს საინტერესოა ჩვენი ანალიზი ეხლა 2025 წელზე საუბრობთ ხო ჯამში 5.5 მილიონი ტურისტი ყავდა ტურისტ ჩვენ ვეძახით არა ვიზიტორს ამე ტურისტს ეს ადამიანები რეალურად რჩება და ასე ვთქვათ 24 საათზე მეტ დროს ატარებს საქართველოში ანუ რაც ჩვენ გვაინტერესებს ხო ვიზიტორები ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს იმიტომ რომ ჩვენ ვაკვირდებით სტუმარ მასპინძლობის სექტორს იმიტომ რომ ის მომხმარებლებიც არიან ეს ადამიანები ხო აი ხა აი ჯამში რო ავიღოთ საუდის არაბეთი არაბთა გაერთიანებული ემირატები კატარი ქუვეითი ბაჰრეინი ომანი სულ ნუ GCC-ს რასაც ეძახიან ხო ეგ არის დაახლოებით 2.6% მთელ ჩვენს ასე ვთქვათ ტურისტების სტრუქტურაში რაც არ არის ძალიან დიდი ამას რო დავამატოთ ახლა ისრაელი ნუ ისრაელი მნიშვნელოვნად საკმაოდ კაი წილი 6.8% ქონდა ისრაელს და ირანს ქონდა 2.1%. ანუ GCC და ირანი ერთად დაახლოებით 4.7 და 6.8 ისრაელი. ჯამში ეს ყველაფერი შეკრება სადღაც 11%-იანი ის არის. ანუ უხეშად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი მოკლევადაში ამ 11%-ს სავარაუდოდ დავკარგავთ, იმიტომ რომ ფიზიკურად არ არსებობს ხო შეიძლება რომ ეს ხალხი აქ ჩამოვიდეს როგორც ტურისტი. მაგას გულისხმობ. მაგრამ თუმცა ეს თუ ეს კონფლიქტი რაღაცნაირად ლოკალიზდა და არ გადაიზარდა რაღაც გლობალურ რაღაცაში, ვფიქრობ რომ ამის აყრდნა საკმაოდ მალე მოხდება. იმიტომ რომ ეს არ მგონია ამან გამოიწვიოს ძალიან დიდი ეკონომიკური კრიზისი, რომ ამ ტურისტებმა ისე ვერ შეძლონ, ასე ვთქვათ, ჩამოსვლა საქართველოში. შეიძლება რომ ამან პირიქით შემოაბრუნოს ჩვენ სასარგებლოდან ექსპერტების მხრიდან იმადაც არის საუბარი, რომ შესაძლოა ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს, რადგანაც ჯერჯერობით ჩვენი ქვეყანა უსაფრთხო არეალშია მოქცეული და არ არის რისკ ზონად დასახელებული, ანუ რა პერსპექტივას ხედავთ. არის მაგის შესაძლებლობა, რომ მაგალითად არის მაგას საუბარი, რომ თქვა საქართველოს გახდეს ეს ალტერნატიული დაცული ადგილი, სადაც შეგიძლია შენ ინვესტიცია კონდეს. გამოდრე იქიდან რომ მაინც ეს GCC-ს და ეს ქვეყნები უკვე ფაქტია რომ დღეს მაღალი რისკის ქვეშ არის და ხო არ მოხდება ის რომ ეს ფულადი კაპიტალი რაღაცნაირად დაიწყებს გადმონაცვლებას უფრო ჩვენსკენ. შეიძლება ეს მოხდეს, ალბათ ისევ იმაზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფად დელოკალიზება მოხდება ამ კონფლიქტის. თუ ეს ახლა გაგრძელდა, ალბათ უფრო მეტი შანსი არის. თუმცა ამ გაგრძელებას სხვა რისკები აქვს. გაგრძელებას აქვს ზოგადად გლობალური კრიზისის დაწყების ასე ვთქვათ რისკები, ნავთობზე ფასების ზრდა, ტრანსპორტირების ხარჯების გაზრდა, ნუ აი ინფლაცია არის ჩათვალე, ყველაფერზე ფასები გაიზრდება. მაკროეკონომიკური აი ყევები რამაც შეიძლება ყველა სექტორი. კიდე არ გინდა როგორი ჯანსაღი სტრუქტურაც არ უნდა ქონდეს, როგორი მიმზიდველიც არ უნდა იყოს, ეხლა გლობალური კრიზისი თუ არის, შენ შეგეხება.
ცხადია. და ანუ ეხა კრიზისის დროს როგორც წესი უფრო ისე დაზღვეულ ადგილებში ურჩევნით ინვესტორებს, ეხა მაგალითად იგივე კონფლიქტები და კრიზისები რო იწყება, დოლარის კურსი ეგრევე მყარდება, ხო, რას ნიშნავს, რომ დოლარი მაინც მიჩნეულია დღეს უფრო ასე ვთქვათ დაცულ ვალუტად, სადაც შეგიძლია შენი ასე ვთქვათ კაპიტალი შეინახო, ხო, და ალბათობით, ძალიან გრძელვადიან იმაში, ალბათ უფრო ესეთ სტაბილურ და ესეთ ქვეყნებში წავა ეს ფულადი ნაკადები, ვიდრე ასე ვთქვათ, ცხელი წერტილები და. თუმცა მოკლევადიან პერიოდში არის მაგის შანსი, რომ მართლა შეიძლება რაღაც კაპიტალმა, ასე ვთქვათ, დროებითი მაინც ასე ვთქვათ, ადგილი იყოს საქართველოში. და ხშირად კაპიტალს როგორი თვისებაა, იცი რა, მაგალითად შეიძლება ვიღაცის უცნობია საქართველოს, მაგრამ აი ამის გამო ჩამოვიდეს, დადოს, ნახოს, მოეწონოს და რეალურად ადრე თუ მოსინჯოს ბაზარი. მოსინჯოს და ნუ თუ რასაკვირველი აქვს საინტერესო წინადადებები და საინტერესო შესაძლებლობები დახვდება, რა შეიძლება მომავალშიც თუ არ იხილავდა საქართველოს როგორც ადგილს, ახლა უკვე განეხილოს რა. ანუ როგორც სწორად თქვი, რასაკვირველია, ყველა კრიზისს აქვს თავისი უარყოფითი, მაგრამ არის შესაძლებლობები, რომელიც შესაძლებლობის გამოყენება ჭირდება, ეს რასაკვირველია. თვითონ სექტორმაც უნდა იუაში გაცოს, რომ რაღაც თავისი წინადადებები და ისინი კონდეს მზად და ნუ რაღაცნაირად დაარწმუნოს ეს ინვესტორები, შეიძლება საინტერესო ადგილი იყოს. უცხოელი ინვესტორებისთვის თავიანთი კაპიტალის დასაბანდებლად. ირაკლი, რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი, ასე ვთქვათ, პოდკასტი და საუბრები, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მაყურებელი შესაძლოა იყოს ქართველი, რომელიც ცხოვრობს უცხოეთში, რომელიც გარკვეულ დანაზოგს ქმნის და ფიქრობს, რომ ვთქვათ, ეს თანხა ჩადოს უძრავ ქონებაში, სწავლობს, აკვირდება, ვთქვათ, კრიტიკულად უდგება ბევრ საკითხს, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნდობა, სანდო კომპანიის შერჩევა, სანდო რჩევების მიღება. შესაბამისად, რაღაცა გარკვეული, ასე ვთქვათ, მიმართულების მიცემა და რჩევა იმის ღირს თუ არა დღეს უძრავ ქონებაში ინვესტირება, არა მხოლოდ ვთქვათ, ამ შემთხვევაში დიასპორას გულისხმობ, იგივე კერძო ინვესტორებისთვის თუ სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის. ხშირად არის ხოლმე ეს დილემა, რომ დღეს თუ ხვალ, ხო არ დავიცადო დავაკვირდე ბაზარს, ფასები ხო არ შემცირდება, ანუ რა გველის ხვალ, როგორია უფრო ესეთი გონივრული სტრატეგია ამ შემთხვევაში, რასაც თქვენ მონაცემებზე დაყნობით, თქვენს ექსპერტიზაზე დაყნობით, როგორც წამყვანი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ხართ გზამკვლევი მთელი საინვესტიციო მენეჯმენტის პროცესში და ვთქვათ უძრავი ქონების განვითარების პროცესში. ცირალე, ეხა ისე დროს ვარ თუ ძალიან რთულია ვინმეს რაღაც ურჩიო, იმიტომ რომ ძალიან გორგო გარემოში ვართ, მაგრამ მოდი დავუშვათ, რომ ეს გეოპოლიტიკური კონფლიქტი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, ლოკალიზება მოხდება და რატომღაც მე ვფიქრობ, რომ რაც იმედი მაქვს ამ ბოლო ნიუსებიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ რაღაცაზე შეთანხმდება და არავის არ აწყობს ახლა ეს ომი, ყველა მიხვდა, რომ იმ ხელა დიდ პრობლემებს უქმნის მთელ სოფლიოს, რომ ალბათ მოილაპარაკებენ იმაზე, რომ რაღაცნაირად მინიმუმ ლოკალიზება მაინც გააკეთონ და ნუ ასეთი ცხელი წერტილი აღარ იყოს რა. ამის გათვალისწინებით თუ ეს ასე მოხდა და აღარ ვლაპარაკობ ცუდ სცენარზე, ყველანაირი, ასე ვთქვათ, ანალიტიკით ჩანს, რომ ძალიან ჯანსაღი უძრავი ქონების ბაზარი აქვს საქართველოს. და ჯერ კიდევ ბაზარი არის განვითარების ეტაპზე, ანუ არ არის, ასე ვთქვათ, რასაც ეხლა mature market, ხო? დაღვინებული ბაზარი არ არის ჯერ, ეს რას ნიშნავს, რომ ყოველთვის უფრო მეტი შესაძლებლობა არის ინვესტორებისთვის, უფრო მეტი უგუგება ნახონ თავიანთ ჩადებულ კაპიტალზე, ვიდრე უფრო დასტაბილიზებულ და უფრო, ასე ვთქვათ, დაღვინებულ ბაზრებზე, ხო? აქედან გამომდინარე, ცალსახად ინვესტორებისთვის, რაც ახლა ჩვენც რო ხვდებით, ყოველთვის არის შესაძლებლობები რაღაც სხვადასხვა პროექტებში პატიჟებთ, რომ შემოვიდნენ ფული ჩადონ. ნუ ბუნებრივია, რომ ეხა ისეთი დრო არის, რომ ყველა ცოტა ხნით პაუზა აქვს აღებული. ცხადია, ბუნებრივი არის. თუმცა მე ვფიქრობ, ანუ მოლოდინის და დაკვირვების რეჟიმში, ხო? მოლოდინის დაკვირვების რეჟიმში, თუმცა ეს რაღაც გრძელვადიანად ჩემი აზრით არ იქნება. ხა ვერ ურჩევ ვერავის, რომ მაინც ხა წავიდეს და დიდი ინვესტიცია გააკეთოს, სანამ ასეთი რაღაცები ხდება რეგიონში, მაგრამ როგორც კი დასტაბილურდება და დაბსტაბილურდება, ჩემი აზრით საკმაოდ მალე, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს საკმაოდ საინტერესო არის მისი გეოგრაფიით, მისი ასე ვთქვათ, ჯანსაღი მოთხოვნის სტრუქტურით,
ანუ არა გვაქვს ძალიან დიდი სპეკულაციური გარიგებები, რაც ასე ვთქვათ, აი ამ ეგრეთ წოდებულ bubbles ქმნის. ძალიან საინტერესოა კომერციული უძრავი ქონებაც, აი ძალიან იზრდება რიტეილის ნაწილიც, ხა მაგალითად თვითონ რიტეილშიც წვდელობით უნარიანობა რო ვისაუბრეთ, რომ გაზრდილია მოსახლეობის, ხა რიტეილზე წაისახება, ხო ეს სალსახად ქმნის უკვე საინვესტიციო შესაძლებლობას კომერციული უძრავ ქონებაში, ხო, მარტო საცხოვრებელში კი არა, მაგალითად საოფისე ბაზარია ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, სავაჭრო ობიექტები. პოდკასტებში შეგვიძლია ეს თემები მოვიხილოთ უპრესებისეულად. ხო, ეგ ისეთი ბაზრებია უფრო, რომელსაც უფრო ინსტიტუციონალური და უფრო ცუდა მსხვილი ინვესტორები უყურებენ, იმიტომ რომ ხა ინდივიდუალური წვრილი ინვესტორისთვის ხა სავაჭრო ცენტრს ვერ ააშენებს და ოფის ცენტრს ვერ ააშენებს, ხო? თუმცა არის შესაძლებლობები ყოველთვის, რომ ეს ფინანსური ინსტიტუტები როცა ვითარდება, ისე ბონდების ბაზარი იქნება თუ რაღაც ობლიგაციების ბაზარი, ამან მისცეს შესაძლებლობა, წვდომა მისცეს უფრო წვრილ ინვესტორებს, რომ დააბანდონ ასე ვთქვათ, მათი თანხები უკვე კომერციულ უძრავ ქონებაში. იმიტომ დღეს ხა რეალურად რა ხდება, რომ თუ რაღაც პატარა დანაზოგი გააქვს, აი და ვთქვათ, გინდა რაღაც ინვესტიცია გააკეთა, ხო? ნუ ყველაზე ისეთი შესაძლებლობა არის იყიდო რაღაც უძრავ ქონება. თუმცა ხშირად ამ უძრავ ქონებას მე მოვლა ჭირდება, მართვა ჭირდება და ნუ ხშირად ინვესტორი ამას წინასწარ, წვრილი ინვესტორი ამას არ ითვალისწინებს და ნუ მე საკმაოდ პრობლემაა. თუმცა თუ განვითარდა ეს და ხედავთ რომ უკვე ნელ-ნელა ვითარდება საფონდო ბაზარი, ბონდების და ობლიგაციების ბაზარი და უკვე დეველოპერებიც, მფლობელებიც უკვე დაიწყებენ ამ ფინანსური კახალდების გამოშვებას, რაც რეალურად ნიშნავს, რომ გარკვეული მაგალითებიც გვაქვს ხო ბაზარზე, იგივე მწვანე ობლიგაციების გამოშვების დეველოპერების მხრიდან. ეგ რეალურად დეველოპერებისთვის ძალიან სასარგებლო რაღაც არის, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მაინც საქართველოში ამ კაპიტალის სტრუქტურაში არის ეს equity-ის ნაწილი, ხო? ხა ბანკები სასხებს იძლევიან საკმაოდ კარგად, მაგრამ ეს equity-ის ნაწილი არის ყოველთვის პრობლემატიკა, ხო და ბანკებისთვისაც შემზღუდავი არის, ახლა როცა პროექტს არ აქვს საკმარისი თავის საკუთარი კაპიტალი, მათაც აქვთ ლიმიტები, სადაც ვერ მიყვებიან, ხო, პროექტებს და აი ამ კაპიტალური ბაზრის განვითარებით, ასე ვთქვათ, ეგ შეიძლება საზრდოს დეველოპერებს, რომ უკვე წვრილ ინვესტორებს დიდ მოიზიდონ ეს თანხები. ალტერნატიულ რამოდენიმე წლის საფონდო ფონდებთან დაკავშირებით კანონი რომ მიიღეთ, ეგეც საკმაოდ მნიშვნელოვანი სასწაულად გადადგმული ნაწილია აქ. ეხლა არის საუბარი უკვე რეიტებზეც, რომ რეიტების კანონმდებლობაც შემოვიდეს. და ნუ რა ვიცი, პროცესია ხო რეიტების კანონმდებლობა არ არის საუბარი, როგორც მაქვს ინფორმაცია, მაინც ხა რეიტის თელი მუღამი არის ის, რომ რაღაც საგადასახადო შეღავაც აძლევდეს ინვესტორს, რა და ეგ ნაწილი თუ დარეგულირდა, ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო, ასე ვთქვათ, მექანიზმი იქნება კაპიტალის მოზიდვის, ხო, და ინვესტორებისთვის და ნუ რასაკვირია ხა რეიტით მოზიდული ფული, მე რასაკვირია ასე ვთქვათ, მნიშვნელოვნად ხელს უწყობს უკვე უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას, ხო, ბევრად უფრო საინტერესო. ალტერნატიული დაფინანსების წყარო, რომელიც შეიძლება ბევრი გვაქვს. ასე ვთქვათ, სტრუქტურაც ბაზრის ჯანსაღი არის, რა გვაქვს აი ეს ბაბლის, ასე ვთქვათ. რისკები. და რა ვიცი, მე მგონი საინტერესო მომავალი აქვს უძრავი ქონების სექტორს. რასაკვირველია თუ ყველაფერი კარგად იქნება და იმედია რომ მალე ხო მოგვარდება კონფლიქტები. ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა ესეთი სიღრმისეული მიმოხილვისთვის, დიდ სურათში დანახებისთვის, ამ ტენდენციების, რჩევებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მაყურებლისთვის და დაინტერესებული უძრავი ქონებაში ინვესტირებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის ძალიან ესეთი ანგარიშგასაწევი იქნება დღევანდელი გადაცემა და ის ინსაიტები, რაც შენ გააზიარე, მომავალშიც ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას Collier's-თან და გადაცემის თემატიკიდან გამომდინარე მაყურებელს შევთავაზებ ძალიან საინტერესო მიგნებებს, ტენდენციებს, საინტერესო რესპონდენტებთან ერთად. ასე რომ ძალიან მადლობა დაინტერესებისთვის და ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასე ვთქვათ, ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს წვრილმა თუ მსხვილმა, ასე ვთქვათ, ინვესტორმა და ნუ ჩვენ ერთ-ერთი მისია ესეც არის, რომ ეს უცდომა რეალურ, ასე ვთქვათ, ინფორმაციაზე, დიდ მონაცემებზე და ნუ აი ცოტა უფრო სიღრმისეულ მონაცემებზეც, ხა მარტო სტატისტიკებს რო არ დააკვირდეს, შიგნით სტრუქტურაც რო გესმოდეს კარგად და მნიშვნელოვანი არის და ნუ ხო ჩვენ ერთ-ერთი მისია ესეც არის, რომ ამ ინვესტორებს ხელი შეუწყოთ, რომ
ინფორმირებული და სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ, რაც საბოლოო ჯამში და გრძელვადაში უფრო სტაბილურ და ჯანსაღ სექტორს მოგცემს. ხო, იმიტომ რომ ხა ტყუილი დაპირებები, არასწორი ინფორმაციის მიწოდება, გაბერილი რაღაცეები, მე რასაკვირველია ინვესტორების ფრუსტრაციას იწვევს, მოლოდინების არასწორად მართვას იწვევს და ნუ საბოლოო ჯამში ეს სექტორზე გრძელვადაში არ აისახება კარგად. ამიტომ სწორი სიღრმისეული, შეიძლება უფრო მოგძალებული, ასე ვთქვათ, კონსერვატიულიც არის, მოდესაც ვთქვათ, რეალისტური, მაგრამ რაღაც უაზრო დაპირებების გარეშე ინფორმაციის მიწოდება და ანალიტიკა მნიშვნელოვანია, რომ მოლოდინებს სწორად ნომართოთ რა ინვესტორებს რა უნდათ, რომ მათი მოლოდინები ახლოს იყოს რეალობასთან და თუ ეს ასე ხდება, მე უკვე ბევრად უფრო საინტერესო ხდება ის ბაზარი მათთვის. ნამდვილად ჩვენი პოდკასტის პლატფორმაც სწორედ ამისთვის შეიქმნა, რომ სწორი ხარისხიანი ინფორმაცია მივაწოდოთ მაყურებელს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ირაკლი სტუმრობისთვის, წარმატებას გისურვებ. პოდკასტის დასასრულს კი სრულ შემოგთავაზოთ FIAPCI-ის მსოფლიო პრეზიდენტის ანტონიო კამპანიოლის ვიდეო მიმართვა, რომელიც მან კანიდან უძრავი ქონების ყველაზე დიდი გამოფენიდან ჩაწერა. იგი საუბრობს უძრავი ქონების გლობალურ ტენდენციებზე, ისევე როგორც მოიხსენიებს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს. დიდი მადლობა. The Georgia market was one of the key elements of the Boost FIAPCI Pavilion in MIPIM 2026. Today we are here in Cannes, the exhibition where all the market is present. About the feedback on the real estate market, or about the housing. Housing was one of the main issue. We heard also about this from the chair of the European Commission, Irene Tivagli, would make a really clear statement. The needs of house for the middle class. The middle class needs to have a neighbor where they can live, grow, be happy. This was one of the main issue of all the conferences, but the other stuff is about the East countries. The East country, like Batumi Island, was presented in the booth, but in general, the market of the East countries has presented very good reports and perspective. The interest is growing. And especially about the fact that the market is stable, is growing, and the legal framework is ready to guest investors from outside the regions. Say that in general, statement of this MIPIM is about the different asset class that today the real estate market is considering, not only usually industrial, retail, leisure, but also the class that we can say infrastructure. Infrastructure including housing and including sports facilities, medical centers, including all the services that the population needs to grow. So we spoke about also the PPP model, private partnership, and this is one of the way to create wellness to the population, and the real estate can partnership. In this sense, FIAPCI has a role to connect public and private. Today in MIPIM we had this kind of role, and in the next events that will be in Vienna in June, the World Congress, we will have many speakers from the World Bank, the UN, and this make FIAPCI a platform where we can put together private and public. I hope that the Georgia market can be one of the main market. The Georgia market has a wonderful heritage, a wonderful climate, and is ready to be one of the best destination of the funds. I wish that the market is in the next years can be one of the best destination for the real estate sector. Thank you very much. პოდკასტის წარმდგენია Dreamland Oasis Chakwi.
Wellness უძრავი ქონების პირველი დეველოპერი საქართველოში. პოდკასტის პარტნიორია შინლუდი. მიწის ნაკვეთები ტყის შუაგულში. ყველა კომუნიკაციით და ინფრასტრუქტურით. იდეალური ადგილი სახლის ასაშენებლად. Property Leader Spotlight უძრავი ქონების პირველი სექტორული პოდკასტი საქართველოში.